მოგესალმებით მეგობრებო, დღეს არ ვაპირებდი მორიგი ვიდეოს ჩაწერას, რადგან ვთვლი, რომ დილის ვიდეო საკმარისი იყო ერთი დღისთვის, მაგრამ მოვისმინე პატრიარქ შიოს მეტად საღვთისმეტყველო ქადაგება და ციტირება მინდა ამოგიკითხოთ. როგორ უნდა დავიწყოთ ჩვენი ფერისცვალება? როგორ უნდა მოხდეს ჩვენში და რით დავიწყოთ? უნდა დავიწყოთ ჩვენი მოყვასით, მოყვასთან ურთიერთობის გამოსწორებით, ვეცადოთ გავხდეთ უფრო მომთმენი, დავიწყოთ მოთმინება, ვეცადოთ არ ვთქვათ ადამიანებზე ცუდი, არ ვუპასუხოთ შურისძიებით და ვეცადოთ მოვემსახუროთ ადამიანებს. ოღონდ ამ ადამიანებში გულისხმობს საკუთარ თავს და თვლის, რომ მთელი ერი უნდა მოემსახუროს პატრიარქ შიო მუჯერს. წინააღმდეგ შემთხვევაში ის აუცილებლად დაინტერესდებოდა ჩემი მიმართვებით, ჩემი საუბრებით, ვიდეო გამოსვლებით და ამხნის მანძილზე მის უახლოეს გარემოცვას დაავალებდა, ჩემთან კონტაქტზე გამოსულიყვნენ, აუცილებლად მოესურვებინა მას ჩემთან შეხვედრა, ერთხელ და სამუდამოდ ეს შეხვედრა შემდგარიყო, იქნებ რაღაც შეთანხმებამდე მივსულიყავით. მაგრამ პატრიარქ შიო მუჯირის მორიგი, აბსურდული საღვთისმეტყველო ქადაგება მიმართულია მასებისკენ, რომ ადამიანები ბოლომდე დაზომბირდნენ დამონებულ მდგომარეობაში, მოთმინებით, სინამდვილეში აბსოლუტური მონობით აიტანონ ყველა უსამართლობა, ყველა ძალადობა, ყველა ის უმსგავსობა, რაც ხდება ჩვენს ქვეყანასა და ეკლესიაში. დიახ, პატრიარქი შიოს ნებისმიერი ტიპის ქადაგება ეს არის პროპაგანდა, რომელიც აწყობს დღევანდელ ხელისუფლებას და რასაც ამბიონიდან ახორციელებს დღევანდელი საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი შიო მუჯერი. თუ კი მას ოდნავ მაინც აღელვებს, ადარდებს და აინტერესებს მოყვასის ბედი, ამდენი მიმართვების ფონზე ერთხელ მაინც გამოვხატავდი კეთილნებას, დავიბარებდი ბოლო-ბოლო პეტრეს და გამოვკითხავდი თუ რა აწუხებს, რა ადარდებს და რატომ არის ასეთი განწყობით შიო მუჯერის მიმართ. თუმცა მან ძალიან კარგად იცის, ყველა ჩემი საუბარი არის სამართლიანი, ობიექტური და ზუსტად ამის გამო არ სურს მას ჩემთან შეხვედრა. ამის მიუხედავად ამბიონზე ისევ აგრძელებს ცრუ ინფორმაციებით ქადაგებას, რომ თითქოს ხალხი ერთმანეთის მიმართ უნდა იყოს კეთილგანწყობილი, უნდა აიტანონ და დაითმინონ ყველა ტიპის უსამართლობა და ბოროტება. ხოდა პატრიარქ შიოს მოუწევს აიტანოს და დაითმინოს ყველა ის კრიტიკული საუბრები, რასაც არ მოვაკლებ ვინაიდან მე ვარ მასზე გაბრაზებული და მე სამართლიანად მოვითხოვ მასთან შეხვედრას და ჩემი უფლებების აღდგენას. წინააღმდეგ შემთხვევაში არც ერთ სიტუაციაში არ გავჩუმდები და ყველა მის ქადაგებას, რომელიც საქმესთან მოვა წინააღმდეგობაში, გავატარებ კრიტიკის ქარცეცხლში. მას რომ ადარდებდეს და აინტერესებდეს ის, რასაც ამბიონიდან ქადაგებს და მეტყველებს, საქმით დაგვანახებდა, რადგან მართლმადიდებლობა მხოლოდ სიტყვიერი მჭერმეტყველება არ არის. მართლმადიდებლობა პირველ რიგში არის ქმედითი ნაბიჯები, პირველ რიგში არის საქმე და ქრისტიანული მაგალითები. ყველა ქრისტიანული მაგალითებისაგან დაცლილია პატრიარქი შიო. როდესაც მისი უახლოესი გარემოცვა შეწუხებული იყო ჩემი სათვალეებით და ქუჩაში ანაფორის გარეშე სიარულით და თუნდაც უცხოეთში ლოცვა კურთხევის გარეშე მოგზაურობებით, დღეში ხომ 10ჯერ რეკავდნენ. დღეს რატომ დადუმდა მათი ტელეფონები და რატომ ერთხელ არ გაუჩნდათ სურვილი, გამოვიდნენ კონტაქტზე, შევხვდე მათ და ვისაუბრო, იქნებ რაღაც შეთანხმებაზე მივიდეთ. მაგრამ პატრიარქ შიოს არ აწყობს პეტრე კოლხის მიბრუნება ეკლესიაში, ვინაიდან პატრიარქი შიოს მთავარი ინტერესია სასულიერო პირებიც და მათ დაქვემდებარებაში მყოფი მრევლიც იყოს დამონებულ მდგომარეობაში, არ გააჩნდეთ კრიტიკული აზრი და შეხედულება და როგორც დღეს თავად იქადაგა, მოითმინონ ბოლომდე ყველა უსამართლობა, ყველა ბოროტება და არ განიკითხონ ადამიანები. ოღონდ ამ ადამიანებში ის გულისხმობს მის გარემოცვას, გულისხმობს საკუთარ თავს
და იმ ხელისუფლებას, რომლის წყალობითაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი გახდა შიო მუჯირი. მას რომ რიგითი ადამიანების მდგომარეობა აღელვებდეს და აინტერესებდეს, ამდენ სალაპარაკოს არ გახდიდა. საერთოდ არ გეგმავდი დღის ბოლოს უკვე ვიდეოს ჩაწერას ვკითხულობ ძალიან საინტერესო წიგნს, მაგრამ მისმა ქადაგებამ ძალიან გამაღიზიანა და კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ეს ადამიანი აბსოლუტურად სხვა პლანეტიდან გვესაუბრება და ჩვენს რეალობას თხემით ტერფამდე არის მოწყვეტილი, მაგრამ ჩემი საუბრებით პირველ რიგში საკუთარ თავს ვაძლევ ამის პირობას, რომ რეალობასთან დავაბრუნებ აუცილებლად და მას იძულებით მოუწევს რეალობის აღქმა მთელი სიმძაფრით. და როგორც თვითონ დღეს გვიქადაგა, უნდა ავიტანოთ კრიტიკა, უნდა გაუძლოთ კრიტიკას აგრესიის, ძალადობის, მრისხანების გარეშე. კი ბატონო, მოუწევს ამის მოსმენა, მოუწევს მანამ, ვიდრე არ დაფიქრდება, რომ ჩემთან აუდიენცია ჩანიშნოს და პირისპირ მოისმინოს ის, რასაც უკვე რამის 1 წელიწადია ვსაუბრობ და რაზეც ის არ შეწუხებულა. მაგრამ საუბარს, რა თქმა უნდა, არ დავასრულებ, უფრო მასშტაბური იქნება ჩემი საუბრები და როგორც ჩემი სათვალეების კოლექციას იმჩნევდა და ქუჩაში ანაფორის გარეშე სიარულს, იქნებ ეს საუბრებიც შეიმჩნიოს, მაგრამ ალბათ მოუწევს ამ ყველაფრის შემჩნევა. დიახ, ეს მინდოდა მეთქვა, რადგან ძალიან გამაღიზიანებელია ამ ტიპის ვითომლმობიერი ქრისტიანული ღირებულებებით გაჯერებული ქადაგებების მოსმენა, რომელიც კიდევ ერთხელ ადამიანების დაზომბირებას, დამონებას და დაშტერებას ისახავს მიზნად. და თუ პატრიარქ შიოს აწუხებს ადამიანების დღევანდელი მდგომარეობა, ის აუცილებლად დაფიქრდება, რომ ჩემთან შეხვედრა უმოკლეს დროში ჩანიშნოს.